მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. სისხლის სამართლის ახალი საქმეები 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. რამიზანი აქვს ქართულ ოცნებას, რომელსაც ოპონენტები ისედაც ციხეში ყავს გამოწვეული. პოლიტიკური თუ სამართლებრივი საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეები ჩვენი შეფასების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, თუმცა იქამდე პირდაპირ ეთერში ვთავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ამ წუთებში ბრიფინგი უნდა დაიწყოს. მოგესალმებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში სამწუხაროდ ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო 2 პირი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11,000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7,000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად 11,000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7,000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით და 376 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობნებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობთ ყურადღებისთვის. მაშასე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს ვისმენდით პირდაპირ ეთერში. ახლა კი დღის ნიუსრუმი და ჩვენი პირველი სტუმარი ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრები. ბატონ გიორგი, მოდით ჩვენ დავიწყოთ პროკურატურის გადაწყვეტილებით ახალი, ასე ვთქვათ, საქმეები აღძრას 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ, საიდანაც მინუს თქვენი პარტიის დამფუძნებლებისა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა 6 ციხეშია. აი გავახსენოთ მაყურებლებს კონკრეტული სახელები და გვარები იმ პოლიტიკოსებისა, რომელთა წინააღმდეგაც მორიგ ჯერზე დაიწყო სამართლებრივი დევნა. ესენი არიან, როგორც უკვე აღნიშნე, თქვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელინე ხოშტარი. ახლა პროკურატურა ყველა მათგანს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა დანაშაულის ტიპებია განსხვავებული. საერთო ჯამში საქმე ეხება საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის
დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ასე შემდეგ, მოკლედ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებზეა საუბარი, როგორც უკვე აღნიშნა. აი რა სიტყვით შეშფოთება ისმის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გუშინვე გაკეთდა შეფასებები, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ციხეში ჩასვას პოლიტიკა. აი ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა ისედაც ციხეში ზის, შესაბამისად პოლიტიკა გარკვეულწილად ისედაც ციხეშია. მაშინ რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს? მოდი დავიწყოთ არა პროკურატურის გადაწყვეტილებით, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებს მხოლოდ ნომინალურად აქვს სახელწოდებები, ხო? პროკურატურა, სუსი, პარლამენტი, ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები. ეს ყველა არის რეალურად ქართული ოცნების დეპარტამენტები, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, ერთი დირექტივის მიმცემი ჰყავს, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და ის წვეთს ამ ქვეყანაში როგორი დრამატურგიით უნდა განვითარდეს მოვლენები. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეებს, ეს იმდენად აბსურდული არის სამართლებრივად, რომ სამართლებრივი შეფასება ამისი ალბათ საერთოდაც ზედმეტია. გუშინ ის მოგეხსენებათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ. ბრალის დადგენილებაში რაც ამოვიკითხეთ, იქ ისეთი უსუსური წინადადებები არის ჩაწერილი, რომ საერთოდ ძნელია რაიმე დასკვნის გამოტანა რაციონალურის და ლოგიკურის. აი მაგალითად რა ნახეთ საქმის მასალების რომ თითქოს აი მამუკა ხაზარ, აი ისეთი ზოგადი წინადადებები თითქოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გასულ წელს მოუწოდებდნენ საზოგადოებას რევოლუციისკენ, ძალაუფ ხელისუფლების იძულებით დამხობისკენ და ასე შემდეგ, რომლის მსგავსი ფაქტები საერთოდ არ ყოფილა და ეს ხომ საჯარო სივრცეში კეთდებოდა, ხო? ვერავინ ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ ახლა ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე რაღაცა ძალადობისკენ ვინმეს მოუწოდებდა ხელისუფლების შეცვლისკენ, დამხობისკენ და ასე შემდეგ. ჩვენი პარტია ისე როგორც გახარიას ძალა მუდმივად იმას უსვამს ხაზს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, აი დღევანდელ ვითარებაშიც კი ასეთია თქვენი. რა თქმა უნდა და არა მარტო ჩვენი პარტია, ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს და ალბათ საზოგადოებისთვისაც ახლა უფრო კიდევ გამოვკვეთოთ, ხო? წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ხო, უწყვეტი წინააღმდეგობისა, ერთი წლის განმავლობაში რომ არის ამ ქვეყანაში. სხვადასხვა ფაზა ჰქონდა მას აქტიური პროტესტის გამოხატულების, მაგრამ ამ წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ხო? ახალი საპარლამენტო არჩევნები როგორც გზა, როგორც საშუალება, არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც გზა რეჟიმის ცვლილების. აი ეს გახლავთ წინააღმდეგობის მოძრაობის ქართული საზოგადოების მთავარი და უწყვეტი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენს ვაყენებთ ერთი წელია, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ლეგიტიმური, ყველანი ამ მიზნის გარშემო ვიყავით გაერთიანებულნი, ხოლო როგორ უნდა მივახციოთ ამ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ამისთვის ბუნებრივია არსებობს კონსტიტუციური გზები, მათ შორის ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი, საგარეო წრეხი და ასე შემდეგ. და დაუბრუნდეთ, რასაც ქვია ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმეები. რა არის ქართული ოცნების მიზანი? მინდა რომ ამ კითხვასაც უპასუხოთ. ახლა გუშინ კი ისმოდა ოპოზიციონერი, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან შეფასება, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მზის შუქი და თავისუფლება ვეღარ იხილონ კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა, თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პროკურატურა არ აპირებს არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ, ოპონენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას. მაშინ აი კიდევ ერთხელ ისმის კითხვა რაშია ლოგიკა, თუ პატიმრობას არ ითხოვს, მათ წინააღმდეგ ახალი საქმეები რატომ გახსნა? ხო, მოდი ასე შევხედოთ. როდესაც საბჭოთა კავშირს უწოდეს ხალხთა დიდი საპყრობილე, ხო? ამაში ძალიან დიდი აზრი იდო და შეიძლება პარალელი გავავლოთ დღევანდელ საქართველოსთანაც. ივანიშვილმა საქართველო გადააქცია ხალხის საპყრობილედ, ხო? არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არა მხოლოდ პოლიტიკაში ჩართული პირების, არამედ მთელი ქართული საზოგადოება ივანიშვილს ჰყავს პრაქტიკულად ციხეში. ეს რა თქმა უნდა მალე
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც გავიგოთ თუ ეს ქვეყანა იმ მიმართულებით წავა, რომელი მიმართულებითაც ქართულ ოცნებას მიხავს, ანუ სრული იზოლაციის, რომ ვერავინ ვეღარ შეძლოს ამ ქვეყნის დატოვება ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებმა, ხო, თუ დაგვიკეტეს ევროკავშირის დასავლური სამყაროს კარი, მაგრამ რეალურად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ საპყრობილეში მოაქციოს განსხვავებული აზრი, პრაქტიკულად საპყრობილეში მოაქციოს არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს კონკრეტულ პირებს, ინდივიდებს, არა მხოლოდ პარტიულ პოლიტიკოსებს და ადამიანებს, რომლებიც თავისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობენ, მაგალითად, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით. ხო, ყველა მიმართულებით მიდის ეს დრაკონული კანონმდებლობის შემუშავება, უმკაცრესი არაპროპორციული, არაკონსტიტუციური ზომების შემუშავება ერთი მხრივ და აგრეთვე არ უნდა გამოგრჩეს ის ერთი მნიშვნელოვანი ბასტიონი კიდევ თავისუფლებისა, რომელიც არის განათლების სისტემა და თავისუფალი უნივერსიტეტები ამ ქვეყანაში, რომლის შეზღუდვაც ასევე დააანონსა ირაკლი კობახიძემ და შემდეგ ვიცით ხო, როგორ შეეცადა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის სხვა გახმაურებული საქმეების მეშვეობით ამ საკითხის გადაფარვას. ახლა, რაც შეეხება პოლიტიკის დაპატიმრებას, ეს მე ვეთანხმები ამას, ბუნებრივია, მათ სურთ რომ პოლიტიკა დააპატიმრონ, პოლიტიკა დააპატიმრონ რას ნიშნავს? ან პოლიტიკური პარტიები, სამი უმსხვილესი პოლიტიკური პარტია სურთ რომ აკრძალონ, ეს პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ის არაკონსტიტუციური კანონმდებლობა, რომელიც სხვათა შორის ძლიერმა საქართველოს მლელომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, ის იმასაც გულისხმობს, რომ პირველი პრეცედენტის შემდეგ ნებისმიერ პარტიას, როდესაც არ უნდა მისდგნენ, ხო, 14 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციურად გამოაცხადებენ. ნებისმიერ პირს, ვინც მოუნდებათ აუკრძალავენ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად გუშინ ბრალდებულ პირებს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარდა, ყველა ისედაც პატიმრობაშია, ისედაც ივანიშვილის ტუსაღები გახლავთ ეს ადამიანები, შესაბამისად ახლა აღკვეთის ღონისძიების სახით კიდევ რაიმე სხვა ღონისძიების შეფარდება ეს აზრს მოკლებული იყო. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც გვახსოვს ჩვენ ეს სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს, ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ დისონანსი შემოეტანათ ოპოზიციურ სპექტრში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. გვახსოვს ხო რაღაცა, როდესაც უკვე დამთავრდა რეგისტრაციები, ჩვენ არჩეული გქონდა გზა ბრძოლის ის მეთოდი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა და შემდეგ აი შეიწყალა ყაველაშვილმა, ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომ მანამდე ბოდიში დავასრულებ, მანამდე ჩვენ კარგად გვახსოვს, ხო, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ პირველი პოლიტიკოსები იყვნენ სწორედ ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომელთაც თავისი გაცნობიერებული ნაბიჯით ჰქონდათ ეს პოლიტიკური აქტი მომზადებული, რომ წასულიყვნენ საპატიმროში და წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე არ გამოცხადებულიყვნენ. ახალ სისხლისამართლის საქმეს რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ ლელოსთან მიმართებაში, ასეც მინდა რომ დავსვათ კითხვა, მით უმეტეს რომ აი თქვენც აღნიშნეთ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ და დღის მდგომარეობით თავისუფლებაზე იმყოფებიან. ქართული ოცნება არც მათ უპირებს, ასე ვთქვათ, ციხეში შებრუნებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოთი მიმართავს სასამართლოს. სხვა შორის მინდა მაყურებლებს გავახსენო კონკრეტულად ხაზარაძე ჯაფარიძესთან მიმართებაში რა არის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზეა საუბარი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ ხო აი საბოტაჟს გულისხმობს და რა მუხლიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. აი არის შეფასებები, რომ ლელო, ასე ვთქვათ, ყურებით დაიჭირა ქართულმა ოცნებამ და აი ამ სისხლის სამართლის საქმით, რომელიც არაერთი თვის განმავლობაში იქნება სავარაუდოდ ჩამოკიდებული, გასაქანს არ მისცემს თქვენს პარტიას. აი რამდენად ლოგიკურია შეფასება, რომ ეს საქმე არის ლელოს, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოსაქცევად, მიუხედავად იმისა, რომ აი კიდევ ერთხელ თქვენი პარტია პოლიტიკური საქმიანობის დასაშვები ჩარჩოებიდან არც არასდროს გასულა. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით არალოგიკურია და ახსნი ახლა ეტაპობრივად რატომ არის ეს არალოგიკური და რასაც მოგახსენებთ ამაზე, ხო? ივანიშვილს აი ამ ქმედებით აქვს რამდენიმე მიზანი. პირველი და მთავარი ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის პარტიების აკრძალვა. პარტიების აკრძალვა
ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ანუ ავტორიტარულ ქვეყნებში, ერთადერთ მიზანს ისახავს მიზნად, რომ გაქრეს პოლიტიკური ველიდან პოლიტიკური ოპოზიცია, რომ პოლიტიკური ოპონენტები მოაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ფორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას არ გულისხმობს. ხო, აი ახლა საბოტაჟის ნაწილი უბრალოდ საბოტაჟი, რაც ბრალად ედებათ ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვათაშორის გვარამია მელიასაც, არის ერთ-ერთი ის იმ საფუძველთაგანი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების სარჩელში პარტიების აკრძალვას უდევს საფუძვლად. ხო, მე გუშინ, როდესაც ვუსმენდი გენერალური პროკურორის ბრიფინგს, მეგონა რომ აი აკრძალვის სარჩელიდან კითხულობდა ციტატებს სწორედ ამ მონაკვეთში. ახლა ასეთი დრამატურგია იქნება, ხო? იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ლელოს აკრძალვის მოთხოვნა. არა მხოლოდ ლელოს აკრძალვის, დანარჩენი ორივე პარტიისაც, როდესაც მათი ლიდერების წინააღმდეგ არის ეს საქმე ახლა უკვე პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად იქნება საერთო სასამართლოებში ეს სასამართლო პროცესები და აი ამითი სურთ რომ გაამყარონ აკრძალვის საქმეც, ხო? ეს უნისონში მოხდება ერთად. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურად იქნებიან თუ არა ხაზარაძე, ჯაფარიძე და ჯერ ერთი რამდენი ხანი იქნებიან ისინი თავისუფლებაზე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკური ბრძოლა ციხის კედლებიდანაც არის შესაძლებელი, ციხეში გაცნობიერებულად ჩაჯდომა ესეც პოლიტიკური აქტია და ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ სინდისის პატიმრების მხრიდანაც, რომ მათი იქ ჯდომა ამდენი თვის განმავლობაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, ხო? არ არის და სოფლიო ისტორიიდანაც ვიცით უამრავი მაგალითი, როგორ შეიძლება ციხეში მყოფმა ადამიანმა პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს და არა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა. ეს შეიძლება ქართულ ოცნებაში გონიათ, რომ ფიზიკურად 4 კედელში მოქცევა მოაქცევს ჩარჩოებში ადამიანს, ხო? გირაო გვახსოვს ჩვენ წინა საქმეზეც, როდესაც პირველად დააპატიმრეს და ჯერ გირაოზე იყო ერთი აჟიოტაჟი ატეხილი. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, ხაზარაძე და ჯაფარიძე პირველები იყვნენ გაცნობიერებულად, რომ ამ ნაბიჯზე წავიდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ მათ პატიმრობა ელოდათ და მე სამწუხაროდ მოდიოდა ბრალდებები და რაღაც სპეკულაციები, რომ აი მათ პატიმრობის ეშინიათო. მე ამბობდნენ, რომ აი არჩევნებში იმიტომ შევიდნენ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ან შეეწყალებინათ, ან შეწყალება სანამ იქნებოდა, რომ ხო აი უფრო ადრე გამოვიდნენ და ყურებით ყავდა დაჭერილი, ეს საერთოდ ძალიან შეურაცხყოფელი რამ არის, როდესაც დადასტურდა, ხო, რასაც ჩვენ ვამბობდით, 4 ოქტომბერი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა არც ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას გამოიწვევს, არც ვითარების ნორმალიზებას, არც ქვეყნის შიგნით, მით უმეტეს არც ქვეყნის გარეთ, თუ ქართულ ოცნებას აწყობდა ლელოს რომ მიეღო მონაწილეობა 4 ოქტომბრის არჩევნებში, მაშინ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში რატომ შეიტანა სარჩელი ლელოს აკრძალვის თაობაზე? რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ან რომელ ჩარჩოში უნდა ჩასვას ეხლა ლელო ქართულმა ოცნებამ, რომელსაც კრძალავენ რამდენიმე თვიანი პროცესი არის, ამ ახალი კანონმდებლობით 9 თვიანი და რომლის ორ ლიდერსაც ისევ პატიმრობას უმზადებენ. ეს ხომ აბსურდია, არა თუ ლოგიკა. თვითმმართველობის არჩევნების თემას ალეკო ელისაშვილის განცხადების კონტექსტში აუცილებლად შევეხებით კიდევ ერთხელ და ოდნავ მოგვიანებით, იქამდე ისევ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ და მორიგჯერზე სამართლებრივი დევნის დაწყება და ახლა უკვე ის რას ეუბნება ოპონენტების მიმართ სამართლებრივი დევნის გამოცხადებით ქართული ოცნება დასავლეთს. აი ბევრი პოლიტიკოსი მორიგჯერზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას განიხილავს როგორც პასუხს ბრიუსელის კრიტიკისადმი, რომელიც სულ ახლახანს მოვისმინეთ და ამ კუთხით გაჟღერებული რამდენიმე შეფასებაც მინდა რომ გავაცნო მაყურებლებს. გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ არის რუსული სახელმძღვანელოდან, ამით ქართული ოცნება ევროკავშირს ეუბნება, რომ მათი ანგარიში არ აინტერესებს და კიდევ ერთი თუ კიდევ არსებობდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ხიდები, ქართულმა ოცნებამ წაუკიდა ცეცხლი და წარმატებით წვავს, მოკლედ აი დაახლოებით ამ ტიპის შინაარსის შეფასება კეთდება გუშინდელი დღიდან მოყოლებული, როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე საექსპერტო წრეებში. აი გითხარით თქვენი შეფასება უკვე ამ თვალსაზრისით. თუ კი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მორიგი საქმეების აღძვრა, ეს არის ქართული ოცნების მესიჯი ბრიუსელისადმი, მაშინ ამ მესიჯით უფრო კონკრეტულად რას ეუბნება საქართველოს ხელისუფლება
ეხება დასავლელ პარტნიორებს. ხო, საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება დიდი ხანია ადგას ანტიდასავლურ გზას, ოფიციალურად დეკლარირება ჯერ მოახდინეს გასული წლის 28 ნოემბერს და შემდეგ ყოველი მათი ქმედება არის ნაბიჯი დასავლეთის საპირისპირო მიმართულებით. ყველა მათი ქმედება. შესაბამისად, ახლა მათ არც სავაჭროთ აქვთ ახლა საქმე, არც იმ ვითარებაში არიან, რომ რაღაც აი ამ უხეში ქმედებებით რაიმე დათმობებზე წამოიყვანონ დასავლეთი, რომელსაც საჯარო რიტორიკით, მათი საჯარო რიტორიკით ლანძღავენ და მეცაც გეტყვით, აი ამ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელსაც ერდავებიან გუშინ ბრალწაყენებულ პოლიტიკოსებს და იმ საქმეებზე, რომელიც და ამ ნაწილზე საბოტაჟზე და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, რომელიც საფუძვლად უდევს პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელს, პირდაპირ არის გამოცხადებული, რომ მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპოზიცია ყოველთვის მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან. ქართული ოცნება ოპოზიციაში სანამ იყო, სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, ისიც მუშაობდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან 2011-12 წლებში. ესო არისო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაო, ანუ მტრულ სახელმწიფოებად გამოაცხადეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკავშირი როგორც ასეთი ორგანიზაცია. ბატონ გიორგი, იქ გუშინვე განმარტეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იყო საუბარი არა მტრულ სახელმწიფოებზე, არამედ უცხო ქვეყნებთან საქართველოსთვის მტრულ საქმიანობაში. რა განსხვავება? ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. განსხვავება დიდია, უბრალოდ სამართლიანობა მოითხოვს. არა, სამართლიანობა არის ძალიან მარტივი, ხო, როდესაც საუბარი არის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ფინანსურ, მატერიალურ, ინსტიტუციურ ყველანაირ დახმარებას უწევდნენ, რომ ქვეყანას დამსგავსებოდა, ფეხზე წამომდგარიყო, ინსტიტუტები შექმნილიყო და 91-92 წლის საქართველოსგან განსხვავებით დღეს 2025 წლის საქართველო რაც არის. აი ამაში უდიდესი წვლილი რომ მიუძღვის იმ ქვეყნებს და მათი საქმიანობა მტრული, აი ეს სიტყვა მტრული სად იქნება ჩაკვეხებული წინადადებაში, არაფერს არ ცვლის. ამ ქვეყნების დამსახურებაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გავს სახელმწიფოს და სამწუხაროა, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკან მიათრევს მას ქართული ოცნება საბჭოთა კავშირისაკენ. აი ეს არის რეალობა და რაც შეეხება გზავნილს, მე არ ვიცი რა გზავნილი უნდა ჰქონდეს მათ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მართლაც ამოიკითხავთ ბევრ სახელმძღვანელოში, რუსული, ბელარუსული ტიპის პოლიტიკური სისტემები როგორ იქმნება, როგორ ხდება დეგრადირება, ეროზია სახელმწიფო ინსტიტუტების და შემდეგ რჩებით უკვე ფორმალიზებულ დიქტატურასა და კონსოლიდირებულ ავტოკრატიაში. ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ერთი რამ ეშლებათ, რომ ქართული საზოგადოება ამას არ მოითმენს და ჩვენი პარტნიორები ყოველთვის დგანან დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით და ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესების გვერდით. ვინც ამის წინააღმდეგ მოქმედებს და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არის რეალურად რომ სახელმწიფოს უკეთებს საბოტაჟს, თუ სიტყვა საბოტაჟზე მიდგა საქმე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ იქნება შესაბამისი ზომები გატარებული. ბატონ გიორგი, ახლა ერთი კითხვა დავსვათ იმაზეც, რაშია გამოსავალი და როგორ უნდა იბრძოლოს ოპოზიციურმა სპექტრმა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნება ოპოზიციასთან თუ ზოგადად საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მიმართებაში აკეთებს. აი კიდევ ერთხელ ისპის სხვათა შორის ნაციონალურ მოძრაობაში განცხადება, რომ ერთადერთი რისიც ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინი არის ოპოზიციის ერთობა, ამიტომ ოპოზიციის ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ერთიანი ბრძოლა. აი მართლაც დადგა თუ არა დრო ოპოზიციის ერთიანობისა და დადგა თუ არა დრო ოპოზიციურმა პარტიებმა პირად წყენასა და გაბრაზებაზე მაღლა, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესები დააყენოთ. რისი ეშინია ივანიშვილს და ივანიშვილს ნამდვილად ეშინია ორი რამის. პირველი ეს არის ქართველი ხალხი და მეორე ივანიშვილს ეშინია თავისი ქონების, მისი კაპიტალისტვის, მისი შესაბამისად ფინანსური
უსაფრთხოებისთვის რაღაც რისკების. და არა ოპოზიციური ერთობის. არა. პირველ რიგში ქართულ ხალხზე როდესაც საუბრობთ ჩვენ, ხო? აქ სრული კონსოლიდაცია იგულისხმება როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების. ანუ რისი ეშინია, რა თქმა უნდა, ამის ეშინია. ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები არ არსებობს ხალხის და ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ხო? ანუ ასე განმარტავ მე უბრალოდ ამ ჩემს პოზიციას. როგორ უნდა რა მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთ ამ პირობებში? მე შეგახსენებთ იმ დღეს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულების საპყრობილე, აი როდესაც გადმოაბიჯა ზღურბს, მან ასეთი სიტყვები თქვა: მე გამოვედი ერთი ციხიდან და გადმოვაბიჯე მეორე ციხეში. მთელი საქართველო არის ციხეში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ გრძელდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების საქმიანობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ ფორმალური საქმიანობა. ჩვენ ჯერჯერობით სანამ არსებობთ თქვენ, ხო, თავისუფალი მედია. სანამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვესაუბროთ საზოგადოებას. სანამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმებით გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ უსამართლობა. სანამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვესაუბროთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ჩვენ ვართ ის, მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ძლიერ საქართველოზე, ლელოზე, ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკურად ვაფასებთ ამ რეჟიმს, არალეგიტიმურს უწოდებთ მას ამდენი ხანია და გვაქვს ამისი სრული საფუძველი, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ ბერკეტს. მოყოლებული გასული წლის არჩევნებიდან თქვენ გახსოვთ, ჩვენ ვასაჩივრეთ არჩევნების შედეგები ყველა ინსტანციაში, ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლაც პარტიების აკრძალვის კანონმდებლობას ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი მოვიდნენ ჩვენთან სარჩენით, ამაზე ვიბრძოლებთ. ეს არის ძალიან რადგან რამდენჯერმე ახსენეთ თვითმმართველობის არჩევნები, აი ალეკო ელისაშვილის მიერ ჩვენს ეთერში 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი. ვგულისხმობ განცხადებას, რომელშიც თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი იყო რუსული სპეცოპერაცია. ხა აქამდე სიტყვა რუსული ქართულ ოცნებასთან მიმართებაში გვესმოდა, ამიტომ ახლა ამ სიტყვის ოპოზიციის მისამართით გამოყენებამ ბევრი გააბრაზდა, მათ შორის გაბრაზდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ბოიკოტი გამოუცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. აი მართლაც ვის შეურაცხყოფს, არ ვიცი, ალეკო ელისაშვილი თუ ზოგადად ლელო ამ განცხადებით, მხოლოდ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც თქვა და ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივ არჩევნებს თუ მასთან ერთად იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ დაარწმუნეთ, რომ უნდა მოსულიყვნენ საარჩევნო უბნებთან და მეორე მხრივ საჭიროა თუ არა მართლაც ლელომ სიფრთხილე გამოიჩინოს საკუთარ განცხადებებში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო მე როგორც ერთმა პოლიტიკოსმა და ჩემი კოალიციის სახელითაც. არასდროს ჩვენ არ გვითქვამს, რომ ადამიანები, მოქალაქეები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა არ იყო მიზანშეწონილი და ბოიკოტის გზა იყო სწორი გზა, რომ ამ ადამიანებმა რაიმენაირად დაუშვეს ისეთი შეცდომა, რომელზეც მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ჩვენ ლოგიკურია, როდესაც ვამბობდით, რომ თუ არსებობს ორი გზა, ბოიკოტის გზა და არჩევნების გზა, ჩვენ ამ გზას დავადექით, მიგვაჩნდა რომ ეს იყო სწორი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქუჩის პროტესტი და ბოიკოტი, რომლის გაიგივებასაც ცდილობდნენ ხოლმე არჩევნებამდე განსაკუთრებით, ეს არასწორი იყო, იმიტომ რომ ქუჩის პროტესტი არის ქუჩის პროტესტი. ქუჩის პროტესტი ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არჩევნები ურთიერთშემავსებრივ შორს არ მივდივარ, მაგრამ აქ სიტყვა რუსეთია ყველაზე მნიშვნელოვანი და რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ამ შემთხვევაში იქნა ბოიკოტის მომხრე საზოგადოების მისამართით გამოყენება. არც ერთ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ალეკო ელისაშვილსაც არ უგულისხმია, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებამ. პარტიები გქონოდათ მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოიკოტის გზა, როგორც მანამდე ვფიქრობდით, ორი გზა თუ იყო, ბოიკოტის გზა და არჩევნების გზა, არჩევნების გზა იყო სწორი და ბოიკოტის გზა არ იყო სწორი და ეს
ყველამ ხო ოპოზიციურმა სპექტრმა ამაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ გზაზე, მათ თავის გზაზე. საბოლოო ჯამში ვინ იხეირა ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ეს იმას, რომ ვიღაცამ მიზან მიმართულად რუსული დავალება შეასრულა, იქნებოდა ეს ახლა პოლიტიკოსი თუ მით უმეტეს საზოგადოება. ეს ძალიან კაფიოდ უნდა გაიმიჯოს. ჩვენ პასუხისმგებლობას ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას არ ვაკისრებთ. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გიორგი სიორიძეს დაუმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის პოზიციას მოვისმენთ, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ნიკა ფარულავა. ჩვენთან ერთად გამარჯობა ნიკა და მადლობა რომ შემოგვერდით. მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ნიკა, დავიწყოთ მთავარი პოლიტიკური საკითხების შეფასება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მთავარი 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ მორიგ ჯერზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, 8 პოლიტიკოსიდან 4 თქვენი კოალიციის ლიდერია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, რომლებიც ამ დროის მდგომარეობით საპატიმროში იმყოფებიან. აი როგორ უყურებს მარტივად კითხავთ თქვენი კოალიცია იმას, რაც პროკურატურაში მოვისმინეთ და რა გათვლა და მიზანი შეიძლება გქონდეს ისედაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ოპონენტების მისამართით ქართულ ოცნებას, რომელსაც სხვათა შორის რომელმაც უпростоრად ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის აზრით დარჩენილი საღი აზრით დაკარგა, ასეთია სწორედ ევროპარლამენტარის შეფასება ოცნებასთან მიმართებაში. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ მთავარი და უმთავრესი რაც უნდა ვიცოდეთ, ჩვენი კოალიციის შეფასება ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება იყოს, რაც ვამბობდით აქამდე, ხო? სინამდვილეში ყველაფერი მიდის ჟანრის კანონით, იმ ლოგიკით, რომელსაც ავითარებს ქართული ოცნება. ჩემი აზრით 2012 წლიდან, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო წლებში და ბოლო თვეებში, აი 28 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მეტად რაც გამოკრისტალდა, ხო, ეს არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია და ამის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ყველა ის სარგებლები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ცივილური სამყაროსგან, იქნება ეს ევროკავშირი, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც 6 მილიარდზე მეტი დაგვეხმარა ჯამურად დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, ხო, აი ამ ყოველთვის დაკარგვის ხარჯზე ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ანუ მარტივად რა საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის კეთილდღეობას ისინი ცვლიან ერთი ადამიანის ტოტალურ ძალაუფლებაში, მაქსიმალურ კონსოლიდაციაში, იმაში რომ საბოლოო ჯამში ისინი იყვნენ მხოლოდ კარგად და ამისკენ მიყავართ. ოღონდ ეს ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის ჩემი აზრით, მე შემხვდა ბევრი განსხვავებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი აზრით ძლიერი პოლიტიკური გუნდის ან ძლიერის პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, იმიტომ რომ ძლიერს არ ჭირდება ის რომ საზოგადოების ნაწილს ერთის მხრივ ძალისენით ელაპარაკოს და ამით რაღაც შიშის დანერგვას ეცადოს, მეორეს მხრივ ეს კონკრეტული გუშინდელი მორიგი პოლიტიკური დევნის მექანიზმი გამოიყენოს იმისთვის, რომ მაგალითად მათ სხვა შორის პროკურატურა განცხადებაში თახსენა, რომ 28 ნოემბრის აქცია პოლიტიკოსების დაგეგმილი იყო, 28 ნოემბრის აქცია თუ ვინმემ დაგეგმა, არავინ არ აპირებდა იმ დღეს ამ მასშტაბით გარეთ გამოსვლას, ეს იყო ირაკლი კობახიძის მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ჩვენს ისტორიულ მიზანზე მან ღიად და ცხადად უარი განაცხადა, როგორც იანუკოვიჩმა 2014 წელს უკრაინაში, როდესაც დაიწყო მაიდნის მოვლენები, ხო? თუ ვინმე არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი, არის ირაკლი კობახიძე და არა რომელიმე პროდასაული პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ლიდერი, ხო? და მან გამოიწვია ეს კონსტიტუციური კრიზისი და მათ შორის სამართლებრივი, ლეგალისტური და პოლიტიკური კრიზისი, რაც ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ანუ სინამდვილეში ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველას მოვიქცეთ ისე რომ ყველა იყოს პატიმრობაში და პატიმრობაში კიდე პატიმრობაში გაუშვათ ან დამატებით საქმეები აღზრათ ან შიშის დანერგვა სურთ, იმიტომ რომ სხვა არც ერთმა კანონმა არ იმუშავა, მათ შორის გუშინ ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც იქ ვიყავი, რაც მოხდა და მეორე არის ის რომ ამით საკუთარი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით, რომლებიც სხვათა შორის შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ და ამაზე აქტიური საუბარი მიდის ევროკავშირში, იმის ჩვენება და იმაზე საუბარი რომ თითქოს ხო თითქოს ამ აქციას რომელსაც ვერ უპოვეს პარტიული ლიდერი, ესე ვთქვა და ეს აქცია არის ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე დემოკრატიული წინააღმდეგობა და უპრეცედენტოდ გრძელვადიანი წინააღმდეგობა ამ ქვეყნის ისტორიაში. აი ეს გაასაღონ ისე რომ თითქოს იქ არიან პარტიები, ესეც ვერ მუშაობს, იმიტომ რომ ხო იქ ვართ პარტიებიც, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები და ასე შემდეგ. ნიკა, აი თავად თქვენი კოალიციის დაპატიმრებული ლიდერები გუშინვე გამოეხმაურნენ ციხიდან იმას, რაც პროკურატურაში მოვისმენთ, აი მაგალითად ელენე ხოშტარია, დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, დიახ, რუსული ოცნების სანქცირება
პროგნოზირებაზე ინტენსიურად მუშაობდი და ვიმუშავებ, ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო 1 წელი კი არა, 2002 წლიდან მუშაობ რუსეთის წინააღმდეგ და ნიკა გვარამიას პოზიციაც გავაცნობთ მაყურებლებს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმიო, ამბობს გვარამია. რამდენად წაქცეულად გამოიყურება ქართული ოცნება და სხვათა შორის აი რეჟიმის სასოწარკვეთილებაზე საუბრობს ევროპარლამენტარი რასაიუკნევიჩიანე, რომელმაც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მორიგი საქმის აღძვრასთან დაკავშირებით გუშინ ასეთი რამ თქვა, ქართული ოცნების რეჟიმის სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში და ამიტომაც იქცევა უკონტროლოდ და აგრესიულად. აი თქვენი შეფასებით ოცნების უშუალოდ ოცნების რა მდგომარეობას ახდენებს, რასაც მისი პოზიციონირების სახით ხედავთ. მე ხო ზუსტად ამით დავიწყე საუბარი, რომ ეს არ არის ძლიერის მხრიდან გაკეთებული ნაბიჯები, ეს არ არის იმ ძალის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ან რომელსაც გააჩნია ნდობა. ეს არ არის იმ ძალის გაკეთებული, რომელიც გუნდის შიგნით არის მყარად, ხო? ჩვენ რა პრიზმით შევხედავთ წაქცეულის ნაწილს, რადგან მეტწილად ამას მიმართება თქვენი კითხვა, ხო? ვერ იქნება არ არიან ქართულ ოცნებაში სტაბილურად და მყარად და ვერც იქნებიან, იმიტომ რომ მათ შორის ამას მიუთითებს მათი გუნდის შიგნით არსებული ის რბილად რო თქვა დაპირისპირება და სინამდვილეში სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში გადასვლა, რომელშიც უმაღლეს თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის ლიდერების დონეზე არიან ჩართულები. ამიტომ ხო, როდესაც გამოდიან და ერთი კვირის შუალედში რამდენჯერმე ჯერ შალვა პაპუაშვილთან, შემდეგ გუშინ გენერალურმა პროკურორმა, მანამდე შუალედში აი ივანიშვილის პოლიტიკურმა პაიკებმა არაერთხელ ახსენეს, რომ სანქციების გამო დაისჯებით. მე შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ჯერ ამბობდა, რომ არანაირი სანქციები არ იქნებაო, შემდეგ ამბობდა, რომ სანქციები არ მუშაობსო, შემდეგ ამბობდნენ, რომ არ ვართ დასანქცირებული და საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა, რომ 300-ზე მეტი ადამიანი არის ევროპული, ბრიტანული და ამერიკული სანქციების ქვეშ და თურმე ეს აწუხებთ, ხო? თურმე ამის გამო ისინი დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გვწყვეტს დასავლეს და საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ბედნიერების და რეალური მშვიდობის სივრცეში მოხვედრის და გაწევრიანების შესაძლებლობას. ეს სწორედ ეს ნიშნავდა და ეს იყო მათ შორის ნიკას პოსტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სათქმელი ჩემი აზრით, რომ ხო, აი ამ კონსოლიდირებულმა საერთო პოზიციამ იმასთან, რომ ქართული ოცნება ყველგან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გახდა კეთროვანი ძალა, გამოიწვია ქართული ხალხის ბრძოლასთან ერთად პირველ რიგში და თავდადებასთან ერთად ის, რომ ამუშავდა სანქციების პოლიტიკა, ამუშავდა ისეთ დონეზე, რომ ხო, მათ შორის შეიძლება ბჭყალებში ლუკაშენკოს შეშურებოდა ეს, ისე იქცევიან და ისე ელაპარაკებიან. მე შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს და იქაც კი არ განიხილებოდა და აგერ 100 დღეზე მეტი 160 დღეა ირაკლი ყობახიძე მის წერილზე ელოდება პასუხს და 80 დღეზე მეტია ყაველაშვილი, ხო, და ამ დროს ხდება შუა აზიის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და თან საუბრობს იმას, რომ თურმე პრეზიდენტ ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და ქართული ოცნება ერთღირებულებებზე დგანეს, ხო, აბსურდია. იმიტომ აბსურდი იმიტომ კი არა, რომ მე მსურს ასიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, ეს რეალობაა, როდესაც შენ გამოდიხარ და ჯო ვილსონს ეძახი მეგთამეს და 2 დღით ადრე პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ჯო ვილსონი არის მისი მეგობარი, რომელსაც აქვს მისი ტოტალური მხარდაჭერა არჩევნებზე და ის მას იმედებს და ხალხს იმედებს არასდროს გაუცრუებს. ხო, ეს მე მგონი არის განაცხადი, რომ ვერც ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ვერც ტრამპის ადმინისტრაციასთან და ვერც ევროკავშირში ვერავისთან ევროპის მასშტაბით გარდა პრორუსული ჯგუფებისა, რომლებიც ყველგან უმცირესობაში არიან, ქართული ოცნება ვერ შეძლებს ბჭყალებში იმ ურთიერთობების დაალაგებას, როგორც თავად ამბობენ, იმიტომ რომ არავის ჭირდება ძალა, რომელიც უარყოფს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. ეს არის წმინდა საკითხი დასავლეთისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რომ ხო, წაქცევის პირას ყოფი და სინამდვილეში დასავლელ პარტნიორებს და მათთან დაკავშირებულ საკითხს შეეხეთ, აი ცალკეული ექსპერტის მოლოდინია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების მრავალი წლით ციხეში დატოვების სურვილი, რაც სხვათა შორის მათივე შეფასებით არის დიქტატურის დამკვიდრების სახელმძღვანელო, ბრიუსელს, ახლა არ ვიცი ცალკეული ექსპერტის, მაგალითად ამ შემთხვევაში გიორგი რუხაძის პოზიცია მაქვს მხედველობაში, ბრიუსელს ახლებურად გამოაღვიძებს. აი პარტნიორების ახლებურად გამოღვიძებას თუ შეიძლება ველოდებოდეთ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც თუნდაც დღეს გუშინ და ბოლო პერიოდში ხედავთ ქართული ოცნების ნაბიჯების სახით. პირველი უნდა დავიწყოთ იმით, რომ არა მარტო დღეს გუშინ წინ ან ხვალ რა იქნება, ამიტომ არა გეოპოლიტიკური
ჩვენ ცხოვრობთ ისტორიულ მომენტში. მომენტში, როდესაც ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური გადავალება მიმდინარეობს რეალურად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შენება და ჩამოყალიბება, მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და სინამდვილეში უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულმა და გენოციდურმა ომმა ეს ყველაფერი ამოაყირაო და აი ამის ცვლილებისკენ მიდივართ და ამ ვითარებაში, როდესაც ევროკავშირის ლიდერი, სახელმწიფოს ლიდერი, კანცლერი, მათ შორის მერცი საუბრობს იმაზე, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაზე, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი საუბრობს სრულ გადაიარაღებაზე, საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს ნატოს ტიპის ერთობა, რომელიც არ იქნება უბრალოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა, არამედ იქნება მათ შორის უსაფრთხოებაზე მეტად ორიენტირებული, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გაკეთდა ტრამპის გზა და სინამდვილეში ძალიან ბევრი წლის, რამდენიმე წლის რამდენიმე ათწლეულების კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოგვარდა და ისინი სინამდვილეში გამოდიან ამ პოსტსაბჭოთა სივრციდან და ეხსნებიან რუსეთს. ამ ვითარებაში თქვენ როგორ გონიათ, რომ დასავლეთი საქართველოს, რომელიც არის მათთვის ერთ-ერთი დასაყრდენი, ყველაზე ძლიერი ამ რეგიონში იმ მხრივ, რომ და შავ ზღვაზე გასასვლელით, როგორ გონიათ სამხრეთ კავკასიის რკალს ისე შეკრავს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომ საქართველო აფსაიდში აღმოჩნდეს. ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი და დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო, ასევე სჭირდებათ მათ საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, თურქეთთან ერთად, იმისთვის რომ აი აქ დაიკეტოს და ჩაიკეტოს და ერთგვარი კედელი აშენდეს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და მათ შორის რუსეთის, ჩინეთის, ირანის გავლენების შესაკავებლად, რაზეც მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და რის გამოც ჰქონდა ის შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა გუშინ შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც სხვათა შორის ასევე ის შევიდა ამერიკული პროექტით რკინიგზით, რომელიც ასევე ნიშნავს იმას, რომ იქ ჩინური გავლენები შევიცვალდება. ნიკა, ისევ რვა ოპოზიციონერი. და სწორედ აქედან გამომდინარე იქნება თქვათ რეაქცია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში თითქოს მაინდა-მაინც აქტიური კონკრეტული ნაბიჯების თვალსაზრისით არ არიან დასავლელი პარტნიორები. კარგი იქნებოდა მეტი სიხისტე სიცხადე, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ისრაელის მოვლენები, როდესაც გვაქვს უკრაინა, ამ პერიოდში ყოველთვის იქნება ეს ევროკომისიის ნებისმიერი შეხვედრა, იქნება ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მინისტერიალი თუ ევროკომისიის რომელიმე ნებისმიერი სხდომა ან ევროპარლამენტში, ყველგან აი ამ პრიორიტეტულ საკითხებში, სადაც არის სირია, სადაც იყო სირია, სადაც არის ისრაელი, სადაც არის უკრაინა, სინამდვილეში ყოველთვის დღის წესრიგში პირველ 5 საკითხში, პირველ 3 საკითხში ყოველთვის ხდება საქართველო და ყველა მათ შორის დასახელებაში ქართული ხდება მოხსენიებული ხდება როგორც რეჟიმი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაში ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური და ანტიქართული ნაბიჯების გამო ყოველთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება. კარგი და რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხოთ მით უფრო რომ პარტნიორებთან ურთიერთობების თემა გარკვეულწილად შეაფასეთ. აი პეტერ ფეშერი დაბრუნდა საქართველოში, რაც გერმანიის საგარეო უწყებამ გვამცნო გუშინ თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას, წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. აი რა მესიჯია გერმანიის მხრიდან, რომ თბილისში აბრუნებს იგივე ელჩს, რომლის მიმართაც ქართულ ოცნებას აქვს უამრავი პრეტენზია და რასეუბნება ოფიციალური ბერლინი ოცნებას იმაზე ხაზგასმითაც და მორიგჯერზე და კიდევ ერთხელ იმაზე ხაზგასმით, რომ აი პეტერ ფეშერი ერთგულად ახორციელებს მის საქმიანობას და თან ამას აკეთებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. სინამდვილეში ეს არის მათი იმ ჩამოყალიბებული საერთო პოლიტიკის გაგრძელება და ხედვის გაგრძელება, ეს მესიჯი, რასაც თქვენ საუბრობთ, რასეუბნება, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, როდესაც პეტერ ფიშერი გაიწვიეს კონსულტაციებზე იმისთვის, რომ საერთო პოლიტიკის ახალი ჩარჩო შეემუშავებინათ, რომელიც უფრო ხისტი და მკაფიო და მკაცრი იქნებოდა, იმიტომ რომ ფაქტია და ეს სხვა შორის მათსავე განცხადებაში ეწერა, რომ ფაქტია იმ მიდგომებმა, რომელიც მათ ჰქონდათ იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც პირადად გერმანიის ელჩის, გერმანიის სახელმწიფოს და ევროკავშირის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, ვერ იმუშავა, ამიტომ ანუ არა დათბობას პირიქით როცა ჩემ წინააღმდეგ შენ ხარ ცივ-ომში და ჩემი მიდგომები შენი მართ არ მუშაობს, რომელიც ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში პირველი ეტაპი არის ქცევის გამოსწორებისკენ მიმართული ნაბიჯები და ეს არ მუშაობს. მე გადავალ უფრო ხის ნაბიჯებზე და ვინმეს თუ არ ახსოვს ქართულ ოცნებაში და მე ეჭვება არ ახსოვდეს ირაკლი კობახიძე მათ შორის და პაპუაშვილი და ასე შემდეგ გერმანიაში სწავლგანათლება მიიღებული ადამიანები არიან, იქ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და იცნობენ გერმანულ პოლიტიკას. მსგავსი ნაბიჯები შემდეგ ევროკავშირის
ლიდერი სახელმწიფოს და არა მარტო ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს მხრიდან რას ნიშნავს და ამას რა კონკრეტული ნაბიჯები მოყვება, მათ ზუსტად იციან. გერმანია შეუძლია აი ძალიან რა შეიძლება იყოს მაინც მაყურებლებისთვის რომ გამოვიდეთ? გერმანია შეუძლია მაგალითად კონკრეტული ნაბიჯები რომელიც შეიძლება აი მივიდივარ გერმანია შეუძლია მიმართულება მისცეს მათ შორის ევროკავშირში იმ პოლიტიკის წარმოებას რომელიც იქნება კიდევ უფრო ხისტი ქართული ოცნების იმ ლიდერების მათ შორის მათი ოჯახების წინააღმდეგ რომლებიც ჩართულები არიან ამ ქვეყანაში რეჟიმის გამყარებაში დემოკრატიულ უკუსლაში ძალიან მარტივად გერმანია შეუძლია მათ შორის მიმართულება მისცეს ისეთ ნაბიჯებს როგორც არის პერსონალური სანქციები არა მარტო უკვე სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ გერმანიაში არამედ მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მათ შორის თუ ეს ასე არ მოხდება მინიმუმ გავლენა მოახდინოს იმაზე რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ უბრალოდ დაუწესოს ინდივიდ ანუ კიდევ უფრო ცუცხავი ეფექტი ქონდეს ამ ყველაფერს და მიღმა ამ სავიზო შეზღუდვებისა გადაიზარდოს სხვა ტიპის შეზღუდვებში რომლებიც გულისხმობს მათ შორის იქ არსებულ ქონებებთან დაკავშირებით და ბიზნესებთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს და ჩვენ ვიცით იგივე ლევან კობიაშვილს კახა კალაძეს და სხვებს ევროკავშირის მასშტაბით რამხელა ქონებას და ბიზნესებს ყობენ. მადლობა ნიკა იმისთვის რომ შეაფასეთ ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები დაგემშვიდობებით ნიკა ფარულავა კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია დღეს პარასკევია შესაბამისად დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც ერთმანეთს უკვე ორშაბათი და შევხვდებით ნახვამდის